ცხოვრობ პირველ საფლავზე. აგიტატორი ვარ ბიზნეს. და ჩემთან არის მოჩენ გუშინ გამოვიდა თქვენი ტელეფონის ნომერი, რომ ეს არის ამორჩეველი ხაზა ნაბულა და ათინსო არა. კი. ხო, ნაბულა მოგზადებით, ხო, არჩევნების დროს დაგიკავშირებით კიდევ ერთი დიდი მადლობა ბოდიში. თქვენ მიბრძანდებით? მე რუსოდანი ვარ, აბუსერიზე პირველ საფლავზე ვცხოვრობ. ვიცნობ. აგიტატორი ვარ. ვიცნობთ ერთმანეთს შემხედრი ვართ? არა, მე თქვენთან რამდენჯერმე ვიყავი წერილი დაგიტოვეთ კარებში, მაგრამ პასუხი არ მიმიღია და ეხლა თქვენი ნომერი გამგეობიდან მომცე, გაფიქსირებული და იმიტომ დაგირეკეთ. კარგი მადლობა. ხო, არჩევნების დროს დაგიკავშირდებით კიდევ ბოდიშის შეგაწუხებთ. კარგი. ჩვენ ყველანი ძალიან კარგად შევეგუებთ იმას, ერის თანამშრომლებს, აირის თანამშრომლებს, ნებისმიერ სხვა ადამიანს გამგეობის, მთავრობის, პოლიციის და სუსტის გამოყენებით აიძულებენ არჩევნებზე მისვლას და ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმის მიცემას. სახელით, გვარით, ტელეფონის ნომერით ჩანს ქართული ოცნების აგიტატორის, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ მოქალაქის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია მას მიაწოდეს გამგეობიდან და ის მოქალაქეს თხოვს, რომ მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ ამას ვამბობთ და ზუსტად ვიცით, რომ ეხლა გაათმაგებული ენერგიით ქართული ოცნება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, იყენებს დაშინების ყველა მექანიზმს, იმიტომ რომ ხალხი მიიყვანოს ამ გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის ერთი დასკვნები და ვიმეორებ, რომ ესეთები არის ძალიან ბევრი. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არჩევნები იქნა ტოტალურად გაყალბებული, მათ შორის ამ ტიპის მეთოდებით, მათ შორის მოსყიდვით, მათ შორის კარუსელებით, მათ შორის ოქროების გადასწორებით, მათ შორის გაბათილებული და დაკარგული ბიულეტენებით და ასე შემდეგ. ქართული ოცნების გარდა ამ არჩევნებს არ ცნობს არც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში და მას ყველა ცნობს გაყალბებულ არჩევნებად. ყველა პოლიტიკური პარტია უკვლებელი ქართული ოცნების გარდა ითხოვს ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. იმ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურს, რომელსაც ქართული ოცნება გეგმავს გამართოს 21 ნოემბრისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უცხადებთ ბოიკოტს და ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული, რომ საპროტესტო, ესე ვთქვათ, მუხტია აჭარის მთავრობიდან გადაინაცვლებდა საარჩევნო უბნებთანაც და ამ რაღაცა ერთგვარი გაუგებრობა, როგორც ჩანს, რაღაც გამოიწვია საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ნათლად და ცალსახად მინდა ვთქვათ. ამ ყველაფერს აკეთებს თომი კერიშვილაძე, ქალაქის მერი ბატონი ჩიქოვანი და სხვა თანამდებობის პირები. ამ ადამიანებს, რომლებიც ამ ფორმით ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ატარებენ, რა თქმა უნდა მოუწევთ ხმაურიანი კორიდორების გავლა, ერეფნების გავლა. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ეხება ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად სწამთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიის მიდიან არჩევნებზე და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. თავისუფალი აზრის გამოხატვა ეს არის ქართული ოცნებისთვის მიუღებელი და ბუნებრივია არის ჩვენთვის და ოპოზიციის დარჩენილი ნაწილისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა ცალსახად თქვა, კანონმდებლობის სრული დაცვით, ძალიან შვიდად 25 მეტრიანი დისტანციის დაცვით. ჩვენი მხარდამჭერები და ალბათ ალბათ მოქალაქეები დადგებიან საარჩევნო უბანზე და კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ეს არჩევნები არის ბოლომდე გაყალბებული და ესე არჩევნები არ გახდება. ასე რომ ის რაღაცა დაძაბულობაზე, კონფლიქტზე, იმაზე პროვოკაციებზე წასვლა, თუ კი ვინმე შეუძლია და ცემატყება რეალურად, თუ კი ვინმეს ხელწერა არის, ეს არის ქართული ოცნების ხელწერა. ნაციონალურ მოძრაობას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან შვიდად კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით შეძლებს ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების გაპროტესტებას, მათ შორის საარჩევნო უბნებზეც. მოქალაქეებზეც იყო გუშინ საუბარი, პირადად მიხარ ინტერვიუში, რომ ყველა შეეხებოდა ვის მიიღო და მოკლედ ავაზუსტოთ, როგორ იქნება შეეხება, რა რიგით მოქალაქე. კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაზუსტოთ და კაფე ვთქვათ. გაყალბებული არჩევნების შესახებ, გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება გრძელდება აჭარის მთავრობასთან, გრძელდება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციები და ეგრეთ წოდებული არჩევნების მეორე ტურისთვის გაგრძელდება საარჩევნო უბნებთან კანონმდებლობის დაცვით.
ჩვენ მხარდამჭერები აუცილებლად დადგებიან საარჩევნო უბანზე და ხალხს ეთმიან, რომ ჩვენ არ გვეუბნებთ თამაშების მოძრაობას, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის გახალბებული შესაბამისი ტრანსპარენტებით და ხალხს აუხსნიან, რომ ეს არ არის არჩევნები. რაც შეეხება უშუალოდ ამ სიტყვას კორიდორს, ხო, კორიდორში გავლა მოუწევს თავად განყალბებულებს. მოუწევს კიდევ ერთხელ ვიტყოდი ბრიჟვაძეს, მოუწევს ქალაქის მერს, მოუწევს, რა ვიცი, სუსის უფროს თუ პოლიციის უფროს და იმ ადამიანებს, CSO-ს წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ უშუალოდ არიან ჩართული განყალბებაში. არც თავის დროზე, არც მერე, არავის ისაბი რომ თავისუფალი ნების გამოხატვის შორის ვინმე შეუშლიდა ხელს, ვინმე კანონს დააბრუნდა და მართლა უცხო ხარდამჭერს, მათ შორის საარჩევნო უბანზე ჩემი აზრით შეცდომა შეგვიძლია მას რამენერთ ის აღარ შეუძლია. ქართული ოცნების გარდა ამ არჩევნებს არც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში და მათ ყველას განყალბებულ არჩევნებად ყველა პოლიტიკური პარტია უწევს ქართული ოცნების გარდა კიდევ ერთხელ ეს არ შეშთავაზებული იმიტომ რომ არის ქართული ოცნების გეგმავს გამარჯვება ასაკებია და კოორდინაციაში ვარ პარტიებთან ერთად ყველა პოლიტიკური პარტიასთან რა თქმა უნდა შეიძლება გაგრძელებული რომ საპარტიო პროცესთან დაუსწრია აჭარის პროგრამა გადაინდა მაგრამ გაუგებრობა როგორც არჩევნების შედეგები გამარჯვებულია საჭიროებში პირველ განმარტებაში არჩევნები მოძებული მანდატები ქალაქის არჩევნების შედეგებში ხო სტრატეგიათან ამ ადამიანებს სამბრენის არჩევნები გამარჯვება ეს ეკრანი პროტესტის არჩევნების შედეგებია ბაღში მოგვაგვარის ესტაფონში და ხმაურიანი კორიდორების გავლა